30-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ თბილისში დაიწყო არნახული მშენებლობები და მთელი ძველი თბილისი, რაც ძალიან კოლორიტული იყო და ყველაზე უფრო ასახავდა ქალაქის ყოფას, ბუნებას, ხასიათს, განწირული იყო დასანგრევად. ამ 30-იან წლებში ჩვენი მუზეუმის დირექტორი იყო ნიკოლოზ ბადრიაშვილი და მან ჩაუყარა საფუძველი იმ შენობების მაკეტების შეძენას, რომელიც უნდა დანგრეულიყო შემდგომში. პირველი მაკეტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მაკეტების კოლექციას, გაკეთებულია 1898 წელს. ეს არის ქალაქის საბჭოს, ახლანდელი ქალაქის საბჭოს ძველი მუნიციპალიტეტის სათათბიროს შენობის მაკეტი და იდგა თბილისის მერის კაბინეტში. შემდეგ, როდესაც დაარსდა თბილისის მუზეუმი, მუნიციპალიტეტმა გადასცა ეს მაკეტი თბილისის მუზეუმს და აქედან იწყება ამ კოლექციის შედგენა. ეს არის პირველი ჰაუპტვახტის შენობა, ანუ რუსული მმართველობის ერთ-ერთი პირველი შენობა, რომელიც აშენდა თბილისში. ამჟამად ეს სახლი აღარ არსებობს, მარტო კედლებია დარჩენილი, რამდენიმე წლის წინ დაინგრა. ეს სახლი იმდენად ლამაზი იყო და იმდენად კარგი იყო, უამრავ მხატვარს აქვს დახატული, უამრავი გრაფიკული ნამუშევარია, ფერწერული ნამუშევარია. მუხრან-ბატონების სასახლე. ეს სასახლე მდებარეობდა მუხრან-თუბანში, ანუ ახლანდელი ბარათაშვილის ხიდის ტერიტორიაზე. სასახლე აშენებული იყო მე-17 საუკუნეში, იყო ძალიან მდიდრული სასახლე, თავისი ფერადი ვიტრაჟებით, ბროლის მინებით, მარმარილოს კიბეებით, მაგრამ მე-19 ბოლოსთვისაც უკვე დანგრეული იყო ფაქტიურად და ეს საბჭოთა პერიოდის პირველ წლებში საბოლოოდ აიღეს. სამაგიეროდ მერე ააშენეს ბარათაშვილის ხიდიც მერე აშენდა. აქ კიდე რამდენიმე შენობა არის წარმოდგენილი, ტიპიური შენობა ძველი თბილისისთვის, მდიდარი ვაჭრის საცხოვრებელი სახლი. ერთ-ერთი სახლი არის ცურინოვის სახლი, რომელიც ახლანდელ პუშკინის ქუჩაზე იდგა და როგორც ამბობდნენ, პუშკინმა გაათია იქ რამდენიმე ღამე. აქვე არის წარმოდგენილი მეტეხის მაკეტი. მეტეხის მაკეტი, ოღონდ იმ დროინდელი, როდესაც მეტეხის ირგვლივ იყო რუსული მმართველობის მიერ აშენებული სატოსაღო. 19 საუკუნეში და უფრო ადრიდანვე ახლანდელი ლესელიძის ქუჩის ადგილას იყო შუა ბაზარი. ეს იყო არა დახლები და არა ვაჭრები, არამედ სახელოსნოები, დუქნების მწყრივები იყო, რომელშიც ქართველი ხელოსნები, უსტარული ნაწარმის ავტორები იქვე მუშაობდნენ და იქვე ცხოვრობდნენ და იქვე ყიდიდნენ ამ ნამუშევრებს, თავის ნამუშევრებს. ოღონდ ერთადერთი განსხვავება იყო, რომ არეული არ იყო, ვთქვათ, ოქრომჭედლების რიგი ცალკე იყო, მექუდეების რიგი ცალკე იყო, მუსიკალური ოსტატების რიგი. ძველი თბილისი ამ სახით არც ერთ მუზეუმში არ არის წარმოდგენილი. ეს არის უნიკალური მაკეტები, რომლებიც ინახება მხოლოდ აქ.